ქართულმა კლუბმა 1918 წელს კონკურსი გამოაცხადა, რომელზეც საქართველოს ჰიმნი უნდა შერჩეულიყო. ნიკო სულხანიშვილმა ორი საგუნდო ნაწარმოები წარადგინა: დიდება ივერსა და ღმერთო ღმერთო. ორივე გამარჯვებულად გამოაცხადეს. 1918 წელს ჟურნალი თეატრი და ცხოვრება იუწყებოდა, რომ ქართული კლუბი ენკენისთვის 22-ში ბენეფისს უწყობდა ჰიმნების კონკურსში გამარჯვებულ ნიკო სულხანიშვილს. თუმცა საქართველოს ჰიმნად სხვა ნაწარმოები შეირჩა. იმედაშვილი ამ ფაქტს შიდა კულუარულ ინტრიგებს უკავშირებს და დასძენს. აღარ მინდა იმ უმსგავსობის გახსენება, რაც მაშინ მოხდა. ასე წერს იოსებ ეტაშვილი, რა მოხდა ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ნიკო სულხანიშვილის ჰიმნი არ გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ჰიმნი. ნიკო სულხანიშვილის ყველა გუნდი არის ქართული პოეზიის მარგალიტებზე გაკეთებული. და მე გეტყვით კონკრეტულად, გუთნური ჭავჭავაძის, ესე იგი გუთნის დედა, ესე იგი მესტვირული აკაკი წერეთლის ცნობილი ლექსი, ბევრმა არ იცის ეს ლექსი არის, თვითონ პოემა ნათელადან არის ამოღებული. არის ასეთი პოემა, იქ ნათელას სიმღერა, ასე ქვია, ჩონგურსიმები გაუვი, ესე იგი. ნუ სამშობლო ხევსურისა რაფაელ ერისთავის უკვდავი ლექსი, რომელსაც დრო არა აქვს, ეს ყველა დროის, მე ვთვლი, რომ ეს ყველა დროის პატარა ქართველმა უნდა ისწავლოს სკოლაში. აუცილებლად აღნიშნოთ, რომ პირველი იყო, ვინც ვეფხისტყაოსანს შეეხო. პირველი. აუცილებლად ეს უნდა აღინიშნოს, ქართულ მუსიკაში ვეფხისტყაოსანს სწორედ ის შეეხო პირველი. ესეა ლოცვა მოზუალო მომიტანე წრემლი წნემსა ჭირი ჭირსა, ეს ვეფხისტყაოსნიდან არის თანთადილის ვენდრებიდან. აი ღმერთო ეს არის ქართული გალობის მწვერვალი, თუ შეიძლება ითქვას. ეს გინდა საეკლესიო ჩათვალე, გინდა საეროდ ჩათვალე, ამას არ აქვს მნიშვნელობა. სხვათა შორის დაიბეჭდა მაშინვე იმ პერიოდში დაიბეჭდა ღმერთო და აწერია ტექსტი შოთა რუსთაველის.
საოცარი არის იქ შოთა რუსთაველის ტექსტი არის მარტო ღმერთო მოწყალეო. მას უნდა დაეწერა თავიდან არის ავთანდილის იმაში ანდერ ლოცვაში მე მგონი ლოცვაში ღმერთო მოწყალეო არ ვინ მივის შენგან კიდე და ასე შემდეგ ხო მაგრამ დარჩა და მე მიუმატა თვითონ აი ეს პატრიოტული ნუ მოგვაკლებს შეწევნა სამტერთა ძლევა ყოფნა ესე იგი მარად ყოფნა ღმერთო მარად გაგვიმტკიცე თვითონ საკვირველი რა არის რომ მაინც დააწერა ტექსტი შოთა რუსთაველის და უფროსმა დამუთხრა კიკუშო კი მაგრამ აქაო რუსთაველის ტექსტი მარტო ორი სიტყვაო ღმერთო მოწყალეო და რატო დააბეჭდინე ესეო და მეო თავიდან დავიწყო რუსთაველის ლექსსეო და მე ისე მინდოდა რომ რუსთაველის ტექსტი ყოფილიყო რომ მაგას არ აქვს მნიშვნელობაო მე მომუმატეო ესე და ესე შეიქმნა ეს ოქტავი ნაწარმოები უკვე ევროპულ ტონალურ სისტემას უთავსებს ქართული საეკლესიო და ხალხური სიმღერების კილოურ აზროვნებას. ამ მხრივ არის ძალიან საინტერესო ნაწარმოები, როგორც ბეჭედი გვირგვინა დადგა სულხანიშვილის შემოქმედებას, ის რითაც დაიწყო კომპოზიტორმა საკომპოზიტორო საქმიანობა, საეკლესიო გალობის გაოთხმიანება, ამისი ყველაზე სრულყოფილი ქმნილება და ალბათ სათავეში დგას სწორედ ღმერთო. ნიკო სულხანიშვილი ზაქარია ფალიაშვილთან ერთად ქართული საგუნდო მუსიკის ფუძემდებლებად ითვლებიან. სხვადასხვანაირად წერდნენ და ის მიიჩნევდა, რომ ეს უფრო ევროპულია. ცხადია, იქ არიებია ევროპულ იტალიურმა ოპერამ გავლენა იქონია ფალიაშვილზე. ფალიაშვილს განათლება მაინც ევროპული ჰქონდა, მოგეხსენებათ კათოლიკე იყო და კათოლიკურ ეკლესიაში სწავლობდა მიზანდართან, რომელსაც ასევე ევროპული განათლება ჰქონდათ მათ და აი ნიკოს ეს არ მოსწონდა ევროპული, იმიტომ რომ შეიძლება შეიქმნას ქართულიო. ფალიაშვილს ახლა რო ვთქვათ, აკაპელა გუნდები თითქმის არ აქვს. ფალიაშვილი სხვანაირად უყურებდა ეთყობა, მან ქართულ ხალხურ სიმღერებს აკამპანიმენტები გაუკეთა, ყველას დაამუშავა. მაგრამ ეს და შეიტანა მერე ოპერაში, აბესალომში და დაისში ქართული ხალხური სიმღერები შეიტანა, მაგრამ როგორც ასეთი პროფესიული აკაპელა საგუნდო სიმღერა, ამის საფუძველი და ისა ნიკო მაიღო თავის თავზე და სრულიად ლოგიკურია და სხვათა შორის მე ვამაყობ, რომ ყველა გუნდი თითქმის თელავშია შექმნილი და პირველად მას თელავში ყავდა გუნდი. ეს არის იოსები მედაშვილის მოგონება, თუ არ მეშლება, როდესაც ინსტრუმენტს მიუჯდა და თვითონ დაუკრა როგორი უნდა იყოს ცანგალა და გოგონა. მე ახლა ვერ გეტყვით რა ვარიანტი შეასრულა მაშინ ნიკომ, მაგრამ ბევრი რამ ეს არა მარტო შემოქმედებით ეს იყო თვითონ ნიკო ფილარმონიული საზოგადოების კაპელის დირიჟორი იყო. თუ არ ვცდებით რაღაც 10-იან წლებში ვიდრე გარდაიცვლებოდა 2 წელი იყო ამ კაპელის ხელმძღვანელი და სხვათა შორის სულთანთან მიუძღვნა კაპელას. შეიძლება ითქვას, რომ იქიდან იწყება კაპელის ისტორია, ცხადია ხმე დაარსდა ხელახლა, მაგრამ მაშინ იყო კაპელა, რომლის ხელმძღვანელი იყო ნიკო სულხანიშვილი. ნიკოს გუნდში მღეროდნენ ქალაქ თემით.
რომელსაც აქვს შესანიშნავი მოგონებები ნიკო სულხანიშვილზე, სანდრო ინაშვილი. აი ფილარმონიულ საზოგადოებაში ბრძელი იყო კონდე საკამფილის ხელმძღვანელი. 2 წელი იმუშავა, იქ რა მოხდა ვერ გეტყვით მათ შორის. ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე მეტად დიმიტრი არაკიშვილი იდგა მის გვერდით, ძალიან აფასებდა მის შემოქმედებას და საორკესტრო ვარიანტიც აქვს გაკეთებული მერტო ღმერთოს. ჩვენ რამდენიმე გუნდი ვიცით მის. რამდენიმე ან როგორი ხმების წყობა, ან როგორი პოლიფონიურობა, ან როგორი სიღრმეა. და რაც თავარია, ის არის ფუძემდებელი ქართული საგუნდო მუსიკის ერთ-ერთი საუკეთესო პლასტის ქართულ საკომპოზიტორო შემოქმედებაში, ან ერთ-ერთი საუკეთესო ჟანრის მოდი. ქართულ საკომპოზიტორო შემოქმედებაში. ფიქრობ დაუმსახურებლად არ დგას ისეთი დიდი კომპოზიტორების გვერდით, მე გულისხმობ ფართო საზოგადოების გადმოსახედიდან მხოლოდ. როგორც საზოგადოება იცნობს ზაქარია ფალიაშვილს, სახალხო კომპოზიტორად აღიარებულ რევაზ ლაღიძეს, თანამედროვეობის უდიდეს კომპოზიტორს გია ყანჩელს, ნიკო სულხანიშვილმა ქართულ პროფესიულ საგუნდო მუსიკას ჩაუყარა საფუძველი და მან დასახა გეზი იმისა, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო ქართული საგუნდო მუსიკა. და რა თქმა უნდა, ამ ჟანრის განვითარების სათავეებთან მასთან ერთად დგას ზაქარია ფალიაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ნიკო სულხანიშვილს დიდად არ სწავლობდა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა აკადემიური განათლება. ვფიქრობ, ისეთი გენიალური კომპოზიტორი და ისეთი დიდი განათლების მქონე კომპოზიტორი, როგორც ზაქარია ფალიაშვილია და ასევე დიდი პოლიფონისტის მოწაფე ზაქარია ფალიაშვილი, სწორედ პოლიფონიისადმი ესოდენ გაზრდილი ინტერესის გამო, გულისხმობ ნიკო სულხანიშვილს, აუცილებლად იგრძნობდა გენიოსი გენიოსს. Magram salamurs tumo crescuri Andamaturi zalit gamasse ბევრ საინფორმაციო წყაროში მითითებულია, რომ ოპერა პატარა კახიდან გადარჩენილია 2 არია. დაიგვიანეს და ძლივს მარტო დავრჩი. რეალურად მხოლოდ დაიგვიანეს არის შემორჩენილი, რომელიც სრულდება კიდეც. აი ეს ძლივს მარტო დავრჩი ცენტრალურ არქივში არის. მაგრამ ეს პატარა კახის არია იყო. და გუნდი, რომელიც ამ არიას მოყვებოდა, წყემსების გუნდი. ის ხომერ თელავში ასწავლიდა გალობას იმავე სასწავლებელში და იქ მან იპოვა ახალგაზრდა ვანო ბიწყინაშვილი. აი რომელსაც სხვათა შორის პირველად ამღერა დაიგვიანეს პატარა კახიდან. ეს საოცარი ხმის პატრონი ყოფილა შაშიანელი და ასე იწერებოდა ვანო შაშიანელი, რომელსაც მოიაზრებდნენ
ვანო სარაჯიშვილის შემცვლელად, მაგრამ ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. დამეკითხავარში აქ ვიმალები დრებში ვებხავივით დამავარდობე დამეკითხავარში აქ იოსებ იმედაშვილის ცნობით კიკუშას ოპერა პატარა კახი მოთავებული ჰქონდა იმ სცენამდე, სადაც მაღლობზე გადმომდგარი მეფე დედოფალი ბრძოლის ველს გასცქერიან და დედოფალი მეფეს შეეკითხება. ირაკლი არის? მეფე მიუგებს, ვგონებ. ბოლო მოქმედების მიწურული. როგორც ბოლო კვლევები ადასტურებს, ოპერა თითქმის დასრულებული იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად რაღაც ფრაგმენტული ნომრები საჭიროებდა დახვეწას. ამას ადასტურებს დიმიტრი არაყიშვილის წერილიც, მისი ჩანაწერიც, რომელიც როგორც ასევე ცნობილი ხდება, ეხმარებოდა ნიკოს უხანიშვილს სწორედ საგუნდო და ვოკალური პარტიების საერთო ორკესტრისთვის ჰარმონიზებაში. ანუ ის უწევდა ინსტრუმენტულ თანხმლებას. Mașina rodesaț harlalo Sva udidesi Țină gavidev savali Magarama esa mokhada Chema sunebura სამწუხაროდ ეს დარჩა საიდუმლოდ, მას რა ჰქონდა, არავინ არ იცის მას ჰქონდა თუ არა ორკესტრის თანხლება განგარიშებული ისა, მაგრამ ის წერდა და ამობდა, რომ მე მინდა ამ ოპერაშიო მთელი საქართველო იყოს წარმოდგენილიო თავისი, ესე იგი, აი სიმღერები თავისიო და რომ ქართულ სიმღერაშიო ყველა განწყობის გამოხატვა შეიძლება, ეს იქნება სიხარული, გამარჯვება, სევდიანი თუ ტრაგედია, ისაო და ასე მაქვს ჩაფიქრებულიო. სხვათა შორის აკაკის მან მოასმენია რამდენიმე ნაწყვეტი. არის მოგონებაში, აღარ მახსოვს ვისი მოგონებაა, აკაკიმ გაიგოო, რომ ესე იგი ისაო და მოინდომაო, რომ შემახვედრეთო ნიკოს სულხანიშვილსო და შევახვედრეთო და მან გიტარაზე ნიკოს სულხანიშვილმა ნაწყვეტები უმღერაო. გიტარაზეო და ნუ ესე იგი გაოცებული იყო აკაკიო და მე თქვაო, რომ მე მგონიო ეს ოპერაო, ანუ ეს მუსიკაო ჩემ პოემას ჯობიაო. ესეთ ახტაცებაში და ცრემლებს ვერ იკავებდაო. Čerumi sodac harlalo Tabnebuli maks megzada kvali Oğmer toçemo Čerumi sodac Tabnebuli maks
სრულად იყო დამთავრებული ქონდა, სწორედ იოსებ იმედაშვილი წერს, რომ დამთავრებული ქონდა მას პატარა კახი. დამთავრებული და როდესაც ავადმყოფოში იწვა თავქვეშედო ეს პატარა კახის ნოტები. ზოგი წერს, რომ ნაწილი ქონდა და აკაკი ეუბნებოდა, რომ როდის დაამთავრებდა აკაკისთან შეასრულა ეს დაიგვიანეს. მაგრამ მე მაქვს წაკითხული იოსებ იმედაშვილი წერს, რომ მას ქონდა დასრულებული და ეს არ არის მართალი, რომ მას არ ქონდა დასრულებული პატარა კახი. და აი ეს ნოტები თავქვეშედო ვინ აცალა ავადმყოფოში როდესაც იწვა. არ ვიცი. რაც შეეხება თვითონ აი დაკარგულ ფრაგმენტებს, მე ვფლობ რაღაც გარკვეულ ინფორმაციას, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი ქართველი კომპოზიტორისაგან გარკვეული პერიოდის წინ ესე პირად საუბარში გადმომეცა იმ პირობით, რომ ჯერ რაღაც პერიოდი ეს მასალა არ უნდა გასაჯაროვდეს. მე მიწევს ეს დაპირება შევასრულო. ძალიან ისეთი მძიმე და არასასიამოვნო ინფორმაციაა. დარწმუნებული ვარ ეს გარკვეულ მუსიკალურ წრეებში ცნობილიც არის კიდეც, მაგრამ არა ფართო საზოგადოებაში. საუბარია იმ ტრაგიკულ დღეზე, დეკემბერზე 1919 წლის დეკემბერზე, როდესაც ნიკო სულხანიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. იმავე დღეს მისმა ახალგაზრდობაში მისმა მეგობარმა იმ პერიოდში ცნობილმა ჟურნალისტმა ნიკოს სასტუმრიდან გამოაცალა მისი ხელნაწერი რვეულები, რომელიც საკმაოდ სქელტანიანი იყო. სადაც ინახებოდა გამოუქვეყნებელი პარტიტურები და ფრაგმენტები ოპერიდან პატარა კახი. სწორედ იმ ფრაგმენტებზეა საუბარი, რომელიც დაიკარგა და ჩემთვის კიდევ უფრო მძიმე ინფორმაცია ის არის, რომ კომპოზიტორის მეგობარმა, მან ვინც მოიპარა ეს ჩანაწერები, გადასცა ასევე ძალიან ცნობილ კომპოზიტორს. აი აქ უკვე იკარგება აი ამ როლების ხვალი. ნიკო სულხანიშვილის შემოქმედების საფუძველი ქართული ხალხური მუსიკაა. ამონარიდი იოსებ იმედაშვილის მოგონებებიდან. შემოქმედების დროს ოფლის ზღვრა არ იცოდა. სწერდა სწრაფად, ოღონდ ამისი დრო ჰქონოდა. ყველგან, სადაც შესაძლებლობა ეძლეოდა, ნიკო სულხანიშვილი საკუთარ ნაწარმოებებს ასრულებდა. საგანგებოდ დაწერა საგუნდო ნაწარმოებები ალექსანდრე აბაშელის, ლადო მესხიშვილის, აკაკის საიუბილეო საღამოებისათვის. ნიკოლოზ ბარათაშვილის ხსოვნის საღამოსათვის მერანის მიხედვით სპეციალურად შექმნა მუსიკალური კომპოზიცია. ილიას ძეგლის გახსნას კახური ჰიმნი უძღვნა. 1913 წელს სულხანიშვილის სასარგებლოდ საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა, სადაც მისი ნაწარმოებები შესრულდა. კვლევარ გიორგი ნადირაძის ცნობით, მათ შორის ყოფილა ნაწყვეტი ოპერიდან ეს ქვეყანა და ორატორია აკაკის ლექსზე. ეს მასალები დაკარგულია. სხვათა შორის მას დაუწერია კიდე ესე იგი, რომელიც აღარ ჩანს, ესე იგი, ერეკლეს ქონია, ერეკლეს ლოცვა. ესეთი როგორ არის ესეთი მონანიების ლოცვა არის ერეკლესი ერთი გვერდიანია და აი იმაზე მუსიკა დაუწერია, რომელიც შეუსრულებია, მაგრამ დაიკარგა და აღარა ჩანს. ეს თელავში შესრულებულა სამეფო ტაძარში. როგორც ირკვევა, წერდა საბავშვო ოპერებსაც, სკოლასა და შინ. ამის შესახებ იოსებ იმედაშვილის მოგონებებში ვკითხულობთ. კიკუშას დაწერილი ჰქონდა საბავშვო ოპერაც, სიტყვები შიონ ღვიმელისა, რომლის ზოგიერთ ადგილსაც მღეროდნენ, მაგალითად გაკვეთილი გავათავე და სხვა.
ასევე არის სხვათა შორის კურდღელი გუნდი საბავშვო, რომელიც ჩამოწანწრდა ხალხური ხო არის, მაგრამ ესეთი არ არის, სულ სხვანაირად არის გაწყობილი ხმები და მე ეჭვი მაქვს, რომ მას ჰქონდა საბავშვო ოპერა დაწერილი, რომ შესაძლოა იმ საბავშვო ოპერიდან იყოს ეს ერთი გუნდი, რომელიც ინახება ცენტრალურ არქივში. შესრულებულა ჯერ? არა, მე არ მომესმენია. ძალიან უყვარდა ბავშვები სხვათა შორის და ბავშვებისგანაც გუნდი გააკეთა აწყურში, მე მგონი ჯერ კიდევ არ იყო 3 გვაწევას ყველაზე გასული. სხვათა შორის იაკობ გოგებაშოს შეტანილი ქონდა თავის ძველ გამოცემაში ნიკო სულხანიშვილის კურდღელი. ძველი საიუბილეოდ გამოვიდა, სხვა შორის მე მქონდა, მაგრამ ვინ შემარჩინა, გამოვიდა გოგებაშვილის საიუბილეოდ ის დედანი რომელიც იყო. და იმაში ასე მახსოვს იყო. სანადო მასალა, ანუ სასიმღერო მასალა ბავშვებისთვის იყო შეტანილი. ხო და ეხლა აღარ მახსოვს, ამ დედაენაში იყო ხალხური ვარიანტი, იმიტომ რომ დამუშავებული ქონდა ნიკოს ხალხური ვარიანტი, ჩამოწაწერდა კურდღელი. და თუ მისი ვარიანტი ეს უკვე აღარ მახსოვს. მისი ყველა ნაწარმოები აღესრულებულა ცხადია, ბატონმა გივი აღადგინა ბევრი, მოიძია ბევრი და გააცოცხლა. ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის სულხანიშვილის პოპულარიზაციაში გივი მუნჯიშვილს, ძალიან დიდი წვლილი. მთელი ჩემი ცხოვრება მე ვალდებულად ვთვლიდი ჩემ თავს, როგორც თელაველი, ნიკოც თელავში მოღვაწეობდა. ესე იგი, რომ ვალში ვიყავი და თუ კაი რამე შემეძლო ესე გამეკეთებინა და რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე. აი ჩემთვის თითები ესე იგი ყველა ხო ძირფა ჩემთვის ყველა ნაწარმოები, იმიტომ რომ მან 6 დატოვა, მე-7 მე მიუმატე, ჩემთვის ძირფაცია უბრალოდ აბსოლუტურად სხვადასხვა ხასიათის, სხვადასხვა განწყობის, მაგრამ მე ბედნიერი ვარ, რომ ყველა გუნდი რამდენიმე ვარიანტი მაქვს ჩაწერილი, ვარიანტს გულისხმობს სოლისტები, თორე გუნდს ხო ვერ შევცვლიდი ვერაფერს. სხვადასხვა სოლისტებით მე ყველგან ვასრულებდი საქართველოს გარდა სადაც კი მომიწია სულხანიშვილის გუნდებს და ყველგან ერთნაირი წარმატებით. იმიტომ რომ როგორც ეგანა ვთქვი, ამას დრო არ აქვს. ეს არის ყველა დროის ასე ვთქვათ შედევრები. იცით, გენეტიკა ძალიან დიდი რამ არის, იმიტომ რომ მისი შთამომავალი ჯერ ერთი ახალგაზრდა ვუნდერკინდი, კომპოზიტორი ზედგინიძე არის მისი შთამომავალი. დიდი ნიკო სულხანიშვილის შვილიშვილი. და ისაც რაც გენეტიკა განძლევს, ის არც ისწავლება, არც იკითხება. ის გაქვს ან არა გაქვს. ბახის მთელი გენეალოგია 300 წლიანი ისტორია გაიარა ხო ბახების მუსიკალურმა ოჯახმა და აი წვერვალი იყო ბახი. აი ესე ახლობი სიმღერის და აკადემიური სიმღერის საგუნდო მუსიკის ესეთი გენეალოგიური წვერვალი იყო ნიკო სულხანიშვილი. ესმით ეს არის სწავლება ის რაც ნიკოს აქვს, ის არის სწავლება.
აი ამ საეკლესიო მუსიკისადმი ინტერესმა და ქართული ხალხური სიმღერის უბადლო ღრმა ცოდნამ საბოლოოდ მივიყვანა იმ შედეგებამდე, რაც დღეს ჩვენ ხელთ გვიჭირავს. მესპირული, სამშობლო ხევსურისა, გუთნური, ღმერთო და მას გამარჯვება ტყვილო სიცოცხლე. ამადგან ვფიქრობ სრულიად გენიალური გუთნური და ღმერთო. აი ამ ყველაფრის სათავეს სწორედ საეკლესიო მუსიკა მათ შორის სულთათანა წარმოადგენს.